18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა მას 51 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგმერთის ძმათა სასაფლაოზე მისი ხსოვნის პატივსაცემად დილიდან შეიკრიბნენ თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლები და მისი ოჯახის წევრები. კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეროვნული გმირი. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლებით, სამშობლოსთვის თავდადებული, მინიჭებული აქვს ასევე საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. დღეს 18 აგვისტო გიორგის დაბადების დღეა და 41 წელი შეუსრულდებოდა. დღევანდელი დღე ძიმეა, მაგრამ ამავდროულად სასიხარულოა, იმიტომ რომ გიორგის დაბადების დღეა. ანწუხელიძის აკადემიიდან იყვნენ, კოჯორიდან და ვაზიანის მეოთხე ბრიგადიდან, სადაც გიორგი მსახურობდა და მადლობა მინდა ყველას გადავუხადო. პატივს მივაგებთ ჩვენს ეროვნულ გმირს და ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ეროვნული გმირების ხსოვნა იყოს უტაყოფილი და ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართველ სამხედროებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.